ისევ ბიძინა ივანიშვილს ხომ არ ელაპარაკებოდი თქვენი მსხდომიდან, რომ მე მეტის თქმა შემეძლო და არ ვთქვი. მე გაგიფრთხილდით, ყველაფერი არ ვთქვი. ანუ აი თუ ამდენი დეტალი იცით და კიდევ რაღაცა არის სათქმელი, რისთვის ინახავდით თუნდაც, ან რისთვის ინახავდა. ანუ ივანიშვილს ხომ არ უთვლიდით იქიდან რამეს? ენგა, გაითვალისწინეთ ერთი რამ. ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. სახელმწიფოს კოცი ხარ და სხვანაირი კოცი ოღონდ არა კობახიძისებრი რა. აი ასეთ კითხვას დავსვამ. ეს რა? არა, კითხვას დავსვამ. მე არა. არა. და 12 წელს ხმა ვის მიეცით? სხვათა შორის გაგიკვირდება და არ მიმიცია ხმა მე ქართული ოცნებისთვის. ნაცებს მიეცით ხმა? არა, ნაცებისთვის არ მიმიცია ხმა, მე საერთოდ არ მიმიღია 2012 წელს არჩევნებში. ნუ ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ აი სხვათა შორის არა, არ მიმიცია ხმა. და შემდეგ არჩევნებში არ ყოფილ ხართ არც ერთხელ მე აი არასოდეს არ მithქვამს და ეხლა ვიტყვი, პირველად ვიტყვი, მე არასოდეს არ მიმიცია ოცნებისთვის. მე ბუნებით გეწყინათ ეხა კოცი ხარ თქო რო და არა მეწყინა რა უსამართლოა და უბრალოდ არა ნამდვილად არა ნახევრად პოლიტიკური განცხადებაა რომ აი კოცი ხარ გიორგი და რაღაცა მე რამესაც გეტყვით მე რო იქ ვიყავი იმდენი კაი საქმე მაგ გაკეთებული ძალიან ბევრი მე ხომ არ გეუბნებით რომ არ გაქვთ გაკეთებული ან კარგი მე შემილია ვიღაცას ნაცი დაუძახო და ზოგიერთებს როგორ ეწყინათ იცი ნაცი რო დაუძახე ვის აი არ ვიცი ზოგიერთებს ვისი მისამართით რა მნიშვნელობა აქვს რა რაღაცას რო რაღაცა რო შეიძლება არც დაუძახო უბრალოდ მინიშნებით სადღაც ადამიანი სადღაც ფოტოზე აღმოჩნდეს და კინაღა მისტერიკები მოხდა და მე არა მაქვს მე ნორმალურად ავიღე კოცი ვიყავი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ვიყავი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კოცი ვიყავი მაგრამ როდესაც კოცმა გადაწყვიტა რომ მე ვინც არ მეთანხმება ყველა ქვეყნის მტერია და განსხვავებული აზრი ვისაც აქვს ის ყველა მტერია რა თქმა უნდა ეგ ჩემთვის მიუღებელია ეს უკვე ნაცობა სხვა კი არაფერი არ არის რადიკალიზმის ყველაზე მძიმე ფორმა საქართველოში პირველად ჩამოაყალიბეს ნაცებმა რაც დღეს აი ესე ძალიან მშვიდად გადავიდა ოცნებაში ეს არის და ეს ამიტომ ვერ ხედავ მათ შორის